ალბათ თქვენც ნახეთ ის ახლა ხალი რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაქორწინდა. იაპონელმა 32 წლის იუნამ ხელოვნურ ინტელექტზე იქორწინა, სიძე კი smartphone-ით დაესწრო საკუთარ ქორწილს. ქალის განცხადებით თავიდან უბრალოდ საუბრობდა ხელოვნურ ინტელექტთან, შემდეგ კი იმდენად მოეწონა მასთან საუბარი, რომ დაქორწინება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ იუნას განცხადებით ხელოვნურმა ინტელექტმა თავად სთხოვა ხელი. გადავხედა გამოხმაურებებს და ყველა აბსოლუტურად თითსეშვერდა ხელოვნური ინტელექტისკენ, რომ ხალხის დეგრადაციას იწვევს და ძალიან უარყოფითად აფასებდნენ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ცოტა უცნაურია, ცოტა არაზომაზე მეტად უცნაურია ეს ამბავი, თუმცა გავიხსენოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ესე ცენიჩი საერთოდ არ იყო, როდესაც ადამიანები ქორწინდებოდნენ საკუთარ თავზე, ეიფელის კოშკზე და სხვადასხვა ნივთებზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ პრობლემა არ არის ხელოვნურ ინტელექტში, უბრალოდ პრობლემა არის მის გამოყენებაში. დამეთანხმებით, რომ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს საკუთარი გრძნობების, საკუთარი პირადი ცხოვრების გასაზიარებლად და არა იმ საქმისთვის, რომელსაც არის იდეაში შექმნილი. ამიტომ ჩემი აზრით უბრალოდ ძალიან კარგი იქნება თუ თითოეული ჩვენგანი სწორად გამოყენებას ვისწავლით სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლის.